ბუნების გამოღვიძება ამ სახელწოდების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა. ექსპოზიცია ხატვის სტუდია პაბლოს ორგანიზებით მოეწყო. საგამოფენო სივრცეში ამავე სტუდიის მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა 6-დან 17 წლამდე ასაკის 44 მოსწავლის 200-ზე მეტი ნამუშევარი ეხილა. ღონისძიება სტუდია პაბლოს ხელმძღვანელმა ანა ქერაშულმა გახსნა. გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში თითოეულ მონაწილეს სიგელი გადაეცა. ხატვის სტუდია პაბლო ხშირად მართავს გამოფენებს. ამ ეტაპზე გვიმასპინძლა სამების ახალგაზრდულმა ცენტრმა. ბავშვებისთვის ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ თავიდანვე შეეჩვიონ გამოფენას, თავისი ნამუშევრების სხვა თვალით შეხედვას. გამოფენისთვის მზადება დაიწყეთ წლის დასაწყისში და შესაბამისად ეს ნამუშევრებიც შედგენილია ზოგი ყვავილებით, ცხოველებით, ფრინველებით და შესაბამისად ბუნებასთან არის ძალიან ახლოს. ამიტომ ვფიქრობდით, რომ ყოფილიყო ბუნების გამოღვიძებასთან, გაზაფხულთან ახლოს არის ეს ყველაფერი და შესაბამისად გაზაფხულის სეზონზე, ამიტომ გავმართეთ ეს ჩვენი ვფიქრობ ლამაზი გამოფენა. მე დავდივარ პაბლოში უკვე 2 წელია და ძალიან მომწონს. მე მიყვარს გრაფიკული ნახატებიც და ფერწერებით. ჩემს ნამუშევრებს ხვები რომ ნახავენ ძალიან გამიხარდება და უკვე რამდენიმე ადამიანმა უკვე ნახა და ძალიან გამიხარდა რომ მოეწონათ და ხატვის დროს ისე კომფორტულად ვარ ხოლმე და ისე კარგად ვარ რომ ძალიან კარგია და მომწონს. რომ მოდიან და რომ მეუბნებიან რომ აი ეს რა კარგად დახატე, ეს ძალიან მომწონს, ძალიან მიხარია. მე ვხატავ ძირითადად შავ-თეთრ ნახატებს, მაგრამ ბოლოს დავხატე გუაში ბროწეული და ფინჯანი, რომელიც იყო ძალიან რთული და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ხატვა, ამიტომაც როდესაც ვხატავდი ბევრ შეცდომებს პოულობდი ჩემ ნახატში, მაგრამ მაინც ვცდილობდი რომ გამომესწორებინათ. პირველად მაქვს გამოტანილი ჩემი ნამუშევრები გამოფენაზე და ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია ეს. დღეს პირველად არის ჩემი ნახატები გამოფენილი ასეთ დარბაზში. დაახლოებით 1 წელია რაც ხატვაზე დავდივარ, ამიტომ ცოტა ამაღლებელი იყო ეს ჩემთვის. ძალიან მიხარია რომ გამოფენილია ჩემი ნახატები დღეს. ძირითადად ვხატავ ფანქარში. ძალიან მიხარია როცა ადამიანები ჩემ ნახატს ნახულობენ, აფასებენ. ძალიან მიყვარს ხატვა, როცა ვხატავ ხოლმე სულ რაღაც ისეთი გრძნობები მაქვს და ძალიან მეურმა ადამიანმა ნახა უკვე ჩემი მეგობრები რომ მოვიდნენ და ვანახე უკვე ეს ნახატები.